მოგესალმებით, უყურებთ ახალმოებებს პირველზე, მე ქეთი მამრიკიშვილი ვარ. ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. დაკავებული ალადაშვილის კლინიკაში სამართალდამცველებისა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურია და უახლოეს პერიოდში დროებითი მოთავსების ცენტრში, იზოლატორში გადაიყვანენ. მძიმე დანაშაული ვერაზე 22 ივლისს მოხდა. დაკავებულმა ცეცხლსასროლი არაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა, ერთ-ერთი მათგანი 17 წლის მოზარდი. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პაციენტი იქნა შემოყვანილი თითის ამპუტაციით, სათანადო გამოკვლევების მერე ჩაუტარდა ოპერაცია ტაკვის ფორმირება. მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილური. იმყოფება განყოფილებაში სრული მეთვალყურეობის ქვეშ. თუ ასეთი სტაბილურობა შენარჩუნდა, იგეგმება პაციენტის გაწერა უახლოეს დღეებში. ვერაზეს როლის შედეგად დაჭრილი 2 ახალგაზრდა კლინიკა ჰელსიკორიდან უახლოეს დღეებში გაეწერება. სამედიცინო დაწესებულების აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ქირურგიულმა ჩარევამ გართულებების გარეშე ჩაიარა. პაციენტების მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და პაციენტები თავს კარგად გრძნობენ. შანიძისა და ხორავას ქუჩების კვეთაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებული 2 პირი ჰელსიკორში 22 ივლისს ღამით შეიყვანეს. ერთ-ერთ ახალგაზრდას ღია ჭრილობა მარცხენა მხარის, მეორეს კი მარცხენა მტევნის არეში ჰქონდა მიყენებული. ახალგაზრდები თავს კარგად ცნობდნენ უკვე მეორე დღიდან, თუმცა დღეის მდგომარეობით უკვე გააქტიურებულები არიან, პალატაში არიან ორივენი, თავს კარგად გრძნობენ, გართულების გარეშე ჩაიარა ოპერაცია და დაახლოებით ხვალზე ჩვენი კლინიკიდან გაეწერებიან. აქტივისტ ონისეო ქრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ნიკო ხურცილავა დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება. ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურა დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენს. ნიკო ხურცილავა ჩადენილს აღიარებს და გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს. როგორც ის იზოლატორიდან გავრცელებულ წერილში განმარტავს, ინციდენტის მიზეზი ოქრიაშვილის მხრიდან დიდი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა გახდა. Domnul Braliu da dres ეწურებოდნენ brali და შეცვალა bralis ქვეთ დღეს ეწურებოდა დაზუსტებით წარადგინება. როგორც გავრცელებული თანამშრომლობს გამოძიებასთან და თავდაპირველად თავად გამოცხადდა საგამოძიებო განმარტებში. ონისეო ქრიაშვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებული ნიკო კვარაცხელიას მეგობარი დაკავებულის დისკრედიტაციის მიზნით აკორებულ კამპანიაზე საუბრობს. გიორგი ქართველიშვილის განცხადებით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ნიკო ხურცილავა ონისეო ქრიაშვილს სახლთან ჩაუსაფრდა. გიორგი ქართველიშვილი განმარტავს, რომ ნიკო ხურცილავა ონისეო ქრიაშვილს დაუგეგმავად ქუჩაში შეხვდა და მას კითხვები დაუსვა, რატომ საუბრობდა სიძულვილით ქართულ ეკლესიაზე და მწერლებზე. კითხვა ოქრიაშვილი გააღიზიანა და აგრესიული პასუხები ჰქონდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მე ძალიან მწუხარ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ნიკო ამ ფაქტის შემდეგ გაიცნო საზოგადოებამ, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად ვიცით თუ ამ ფაქტს წინ რა უძღოდა, ეგრეთ წოდებული იუმორისტი, რომელიც არა მარტო კონკრეტულ გადაცემაში კონკრეტულ ადამიანს შეეხო, მე ვიტყოდი, რომ სრულიად საქართველოს შეეხო, ჩვენს ისტორიას შეეხო, ისტორიის ნაწილს შეეხო და ნიკოც ერთ-ერთ უბანში შეხვდა ამ ადამიანს და უბრალოდ კითხვა დაუსვა როგორც რიგითმა ქართველმა, რომ თუ რატომ აქვს ამხელა ზიზღი ჩვენს ისტორიის ქართულ ისტორიაზე, ქართულ იდენტობაზე, სარწმუნოებაზე, რაზეც პასუხი მიიღო და იყო ეს ყველაფერი გამაღიზიანებელი და ნიკო, ვინც არისნობს ამ ადამიანს, მინდა ვთქვა, რომ არის ყველაზე უკონფლიქტო ადამიანი, ცხოვრებაში არასდროს არ ქონია არავისთან, არათუ ფიზიკური დაპირისპირება, არამედ არანაირი დაპირისპირება არავისთან და აუგორეს ახლა კამპანია, თითქოს და სახლთან დახვდა, თითქოს და ვიღაცამ დაიქირავა და ასე შემდეგ. ნიკო არის უწესიერესი, ძალიან თავმდაბალი ადამიანი და უბრალოდ მას კითხვა ქონდა თუ რატომ იქცევა ესე, რატომ ეხება ქართულ ისტორიას, რატომ ეხება ქართულ ეკლესიებს, ჩვენს სარწმუნოებას, რაზეც აგრესია მიიღო ონისეო ქრიაშვილისგან და შესაბამისად მოხდა ისაც მოხდა და არაურიდებია მას პასუხისგებლობა რამოდენიმე საათში გამოცხადდა პოლიციაში. ამ ადამიანის გადაცემებს თუ უყურებთ და თუ გადავხედავთ, ხედავთ რომ ძალიან დიდი ზიზღი აქვს ამ ადამიანს ქართული ისტორიის მიმართ, ქართული იდენტობის მიმართ, ჩვენი სარწმუნოების მიმართ, იმიტომ რომ
ყველა გადაცემაში თითქმის ყველა გადაცემაში ცდილობს რომ რაღაცით დააკნინოს ქართველი ერი, რაღაცით შეეხოს და ბინძური რაღაც თავის კამპანია მოახვიოს ახალგაზრდებს განსაკუთრებით. საქართველოს შტატების ურთიერთობების გადატვირთვის პროცესზე ტელეეთერში ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც მიხეილ ყაველაშვილი განმარტავს ქვეყანაში შემოხვედრ ნაბიჯებს ახლა უკვე ოფიციალური ვაშინგტონისგან ელოდება. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის ახალი ღირსეული პარტნიორობის დასაწყებად. ვეუბნებით, რომ ჩვენ ღია ვართ და მზათა ვართ ახალი ფურცელი გადავშალოთ, გადავტვირთოთ და დავიწყოთ ღირსეული, როგორც ამ ორ ქვეყანას ეკადრება ისეთი ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის. მათი პასუხია, რომ ისინი რა თქმა უნდა მზაობას გამოთქვავენ, თუმცა ჭირდება დრო. იყო ამაზე ერთხელ საუბარი, რომ საკმაოდ დიდი ნეგატივი არის დატოვებული და ამის გაწმენდას დრო ჭირდება. ეს მათ სიტყვებს გეუბნებით, მე არ ვიცი კონკრეტულად რა ხდება. გასაგებია ჩვენთვის, რომ ამ გამოწვევების ფონზე, როცა სხვადასხვა მიმართულებით ამდენი პრობლემა არსებობს და ამ პრობლემებში პირდაპირ ჩართულია ამერიკის შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა ვერ მოუწოდებ, რომ გინდა თუ არა დღის ეს რიგში გადმოვიტანონ საქართველოს საკითხი, ეს ბუნებრივია და ჩვენ ამისთვის არაფერი ძალისხმევა, ზედმეტი ძალისხმევა ნამდვილად არ გვჭირდება, ჩვენ ცხოვრობთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენს პრობლემებზე ვართ ორიენტირებული და რა თქმა უნდა, ვთვლით, რომ ძალიან კარგი იქნება გადატვირთვა და ახალი ფურციდან დაწყება ჩვენი ურთიერთობების, თუმცა ეს მათ მხარეს არის ბურთი. საქართველოს ნებისმიერ დროს ნებისმიერ საკითხზე დიალოგისთვის მზად არის. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირთან ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა. როგორც მიხეილ ყაველაშვილი განმარტავს, დიპლომატია არის საერთაშორისო ენა და გამოსავალი არის დიალოგში, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ევრობიუროკრატიის მხრიდან დამამცირებელ და შეურაცხყოფელ დამოკიდებულებას ხედავს. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირში არსებული მდგომარეობა გამოსწორდება. სირთულეები ევროკავშირთან ურთიერთობაში ევროინტეგრა ერთხელ გითქვამთ რომ ჩვენ ამ იმედით ცხოვრობთ რომ ევროპელი ხალხი რომელიც საუკუნეებია ამ ღირებულებებით მოვიდა და მოიტანა თავიანთი კულტურა იდენტობა დღემდე და დღეს ესეთ სავალალო მდგომარეობაშია იმედს ვიქონიებთ რომ ეს პროცესები შეიცვლება. აქედან გამომდინარე ის ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი დამოკიდებულება არის სრულად გულწრფელი, ჩვენ ნებისმიერ დროს ვართ მზად დიალოგისთვის, ნებისმიერ საკითხზე, დიალოგის გარეშე პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია, ხომ? ორი მხარე უნდა არსებობდეს, მზაობა უნდა არსებობდეს, პატივისცემა უნდა არსებობდეს და შემდეგ უნდა მოხდეს საკითხების დაახლოება და როცა ხდება იგნორირება, ზურგშექცევა, არაღიარება და ასე შემდეგ დამამცირებელი ასე თქვა დამოკიდებულება, ამას ჩვენ ვერ მივიღებთ და არც ჩვენი ისტორია გვაძლევს იმის უფლებას, რომ ჩვენ თავი დავხაროთ და ვინმეს ასე ვთქვათ შეურაცხყოფა ავიტანოთ. მე ვინც არ უნდა ვიყო, მე საქართველოს პრეზიდენტი ვარ და მე ვარ ქართველი და მე ვარ აი მარადიული საქართველოს ნაწილი და იმ წინაპრების შთამომავალი, რომლებმაც სისხლის და დიდი ბრძოლის ფასად მოიტანა ეს ქვეყანა აქამდე და ვერავის ვერ მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენი ქვეყანა დაამციროს. საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა გერმანიაში საქართველოს ელჩისა და გერმანიის პრეზიდენტის შეხვედრაზე, სადაც ალექსანდრე კარტოზე ან ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს წმუნებათა სიგელები გადასცა. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა განმარტა, საქართველოს ყველა პარტნიორთან მხოლოდ სამართლიანობაზე დაფუძნებული ურთიერთობა სურს. მისივე თქმით, სამარცხნო იყო ის დამოკიდებულება, რომელიც გერმანიის ყოფილ ელჩს პიტერ ფიშერს ჩვენი ქვეყნის მიმართ ჰქონდა. წარმოვიდგინეთ ეს თემაც, რომ ალბათ გავაძლებით და როგორი სიცხვილი იქნება ჩემი აზრით, ვინმე ღირსეული როცა მოვა ალბათ გაიაზრებს ამ დღევანდელ სიტუაციას, თუ როგორ იქცევდა არსებული ელჩი და ეს დამოკიდებულება ქვეყანასთან მიმართ, რა თქმა უნდა ეს სამარცხვინოა. ჩვენ სამართლიანი დამოკიდებულება გვჭირდება და თუ ვინმე იქცევა არასწორად და შეურაცხყოფელად, იმას ჩვენ ვამხელთ რომ დავინახეთ, რომ გვიან, მაგრამ ეს პროცესები შეიცვალა. ჩვენ მზათა ვართ. მიუხედავად ამ პროცესებისა, ნებისმიერ დროს გავაგრძელოთ დიალოგი.
უხმანალექმა პრობლემები შეუქმნა ადიგენის მუნიციპალიტეტს სოფელ გომაროში, სადაც გვიან ღამით მეწყერი ჩამოწვა გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. ამ დროისათვის უკვე გასუფთავებულია საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. იქ ორი საცხოვრებელი სახლი დააზიანა და რამდენიმე ავტომობილი მოიყოლა. წყობრიდან გამოვიდა საგზაო ინფრასტრუქტურა. სოფელში ქვემო ენეთელში და შოყაში სასოფლო და საკარმიდამო ნაკვეთები დაზიანდა. დილიდან ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის. ჩვენ ვამოწმებთ ახლა მიმდებარე იმ სახლებს, რომლებსაც მიაყენა ზარალი სტიქიამ, რომელსაც გადავცემთ გეოლოგიურ დეპარტამენტს და ველოდებით გეოლოგიური დეპარტამენტიდან ჯგუფს, რომელიც შეაფასებს შექმნილ მდგომარეობას, თუ რამდენად არის საშიშროება იმ სახლებისა, რომლებიც იმყოფებიან სტიქიის ზონაში. თავრობიდან ამოსული არიან, გვეხმარებიან, აქ ტრაქტორები არ მოსულიყვნენ, ეს ყველაფერი წეილეკებოდა, სულ ყველაფერს გვეხმარება თავრობა. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების სერვისი ამოქმედდა. პრეზენტაციაზე მომსახურების სააგენტოს დირექტორი, რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტისა და სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებებს აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის, ასევე ვებგვერდის საშუალებით. სამართალდამცველებმა 16 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია 3 პირი. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულების სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით შემდგომი რეალიზაციის მიზნით კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. ამოღებულია 14 კილოგრამამდე გამომშრალი მარიხუანა, 1 კილოგრამამდე ჰაშიში და 1 კილოგრამამდე ახალი ფსიქოტროპული ნივთიერება და მეთადონი. დანაშაული ოსწავლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. პოლიციამ თბილისში ქურდობის ფაქტი აღკვეთა, დაკავებულია 2 პირი. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულებმა მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს თბილისში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში, საიდანაც გასაყიდი პროდუქციის მოპარვასა და მიმალვას შეეცადნენ, თუმცა პოლიციამ ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე დააკავა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქვემო ქართლში პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარის ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა. ის თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს. სამეგრელოს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით 3 პირი დააკავა. ამოღებულია სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის 2 ავტომატი პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები. დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. CSKO-ს თავმჯდომარე ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან საარჩევნო პროცესში მათი აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე, არჩევნების შესახებ სანდო და ობიექტური ინფორმაციის ფლობის აუცილებლობასა და აურჩევლის როლის შესახებ ისაუბრა. CSKO-ს თავმჯდომარემ აღნიშნა საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაციის გავლენა და გამოწვევები, რომელთა საპასუხოდაც საარჩევნო ადმინისტრაცია შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს. შეხვედრის დასკვნით ნაწილში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში თავად გამოეცადათ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები. ამასთან ახალგაზრდებმა მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო თემებთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დასვეს, რაზეც პასუხები მიიღეს. ვაგრძელებთ საზოგადოებასთან ღია კომუნიკაციას და ახალგაზრდების ინფორმირებას, რომლის ფარგლებშიც ვიმყოფებით ყვარელში, სადაც შევხვდით ახალგაზრდებს და მივაწოდეთ ინფორმაცია მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების შესახებ, განსაკუთრებული აქცენტით ტექნოლოგიური საშუალებების გამოცდილების გაზიარებისა და იმ პროგრესის შესახებ, რომელიც ადმინისტრაციამ ბოლო 2 საერთო არჩევნების ფარგლებში მიიღო. ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება ასეთი ტიპის შეხვედრები, როგორც ყვარელში, ასევე სხვა ლოკაციაზე. ახალგაზრდობის სააგენტო საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას, რომლის ფარგლებში ყვარლის ბანაკში გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდებთან. შეხვედრაზე ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია საარჩევნო პროცესებთან და პროცედურებთან დაკავშირებით.
ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ორგანიზებით რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამეგრელოს რეგიონში მომუშავე ოჯახის ექიმებისთვის პირველი პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა. მიზანი პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, ოჯახის ექიმების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე კლინიკური გამოცდილების გაზიარება იყო. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეობა მოისმინეს თემატური მოხსენებები, განიხილეს კლინიკური შემთხვევები და მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ სესიებში. ესეთი ტრენინგები თუ მოკლე პერიოდში და ხშირად ჩატარდება ექიმებთან მიმართებაში ძალიან დიდ კარგ შედეგს გამოიტანს. იმიტომ პრევენცია ყველა დაავადების მთავარი და უმთავრესი სწორი დიაგნოზის დასმის და შემდგომი სწორი მკურნალობის ეტაპზე. აღნიშნული კონფერენციის მიზანია სოფლის ექიმებისთვის მიწოდებულ იქნას ის პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა და უნარჩვევები, რაც მათ გამოადგება თავიანთ პროფესიულ ყოველდღიურ საქმიანობაში. ექიმები ჩართულები არიან სრულ შემადგენლობით ამ პროცესში და ჩვენი მთავარი ამოცანაა პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღების უნარჩვევების ამაღლება ოჯახის ექიმებისთვის. ესეთ კონფერენცია ჩვენ ერთხელ უკვე ჩავატარეთ ბათუმში და მოვიცავით აჭარის რეგიონის სოფლის ექიმები. დავიწყეთ ჯერჯერობით ამ ორ რეგიონში, გვინდა რომ გავავრცელოთ მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს პროცესი გარდა იმისა, რომ ცოდნას გააღრმავებს ექიმებისთვის, მათ ასევე უწყვეტი განათლების კრედიტქულებსაც შემატებს. ფოთის ოქროს ტბა ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამურო სპორტის ღია ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატში მონაწილეობას 20 ქვეყნის 120-მდე სპორტსმენი მიიღებს. ღონისძიების მხარდამჭერების სპორტის სამინისტრო და ფოთის მუნიციპალიტეტის მერი არიან, რომელიც საერთაშორისო წყალსათხილამურო სპორტის ფედერაციის პატრონაჟით ჩატარდება. შეჯიბრებები გაიმართება წყალსათხილამურო სპორტის სამ ძირითად დისციპლინაში, სლალომში, ფიგურებსა და ტრამპლინიდან ხტომაში. აღსანიშნავია, რომ 35 წლის წინ საქართველოში წყალსათხილამურო სპორტის პირველი ევროპის ჩემპიონატი სწორედ ფოთში გაიმართა. ჩვენ მზად ვართ ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად. ევროპის ჩემპიონატისა, რომლის დარიც 35 წლის წინ ჩატარდა ზუსტად ამ ადგილას და მას შემდეგ განვითარდა ეს სახეობა, რასაც ქვია წყლის თხილამურები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ევროპის ჩემპიონატის ჩატარების შემდეგ ეს სახეობა უფრო პოპულარული გახდება ახალგაზრდებს შორის. ამიტომ ვეპატიჟებით ყველას, როგორც ახალგაზრდას, ისევე ასაკოვან ხალხს. გახსნა დაიწყება სიურპრიზით, ამიტომ აბსოლუტურად ყველას გელოდებით, იმიტომ რომ არ გეტყვით რა სიურპრიზია, თუმცა გეტყვით რომ ცოტა მოგვიანებით დაახლოებით 6 საათისთვის ჩვენს გახსნის ცერემონიას გააგრძელებს სუხიშვილების ანსამბლი. ამიტომაც ვფიქრობთ რომ ყველა ადგილზე მყოფი ძალიან საინტერესო დღესასწაულს დაესწრება. ეროვნულ გალერეაში ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებლის მოსე თოიძის დაბადებიდან 155 წლის თავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილია მოსე თოიძის შექმნილი 70 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან შეირჩა. გაიმართა მხატვრის ნამუშევრების ალბომის პრეზენტაციაც, რომელშიც 300-მდე ნამუშევარი და საარქივო მასალაა თავმოყრილი. ის კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით გამოიცა. მოსე თოიძის წვლილი ზოგადად ქართული ხელოვნების და კერძოდ ქართული მხატვრობის განვითარებაში არის განუზომლად დიდი. მისი შემოქმედება შეიძლება ითქვას, რომ მოიცავს სახვითი ხელოვნების ყველა სფეროს და სამართლიანადაც აღიარებულია იგი, როგორც ეგრეთ წოდებული ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთ ფუძემდებლად. ნამდვილი ბრწყინვალებით რა გამოჩნდა მოსეს ფერწერა და მოსეს დიდი ტალანტი და მისი ასე ვთქვათ ღვაწლი ჩვენ ქართულ სახვით ხელოვნებაში. ძალიან დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს, იმიტომ რომ იმათი ლოგისტიკით ხდებოდა მთელი ეს პროცესი პირველი დღიდან და ვერაფერი ვერ გაკეთებოდა, რომ არა ესე იგი ასეთი დახმარება და ასეთი ყურადღება. რაც შეიძლება ვთქვათ, მოსე თოიძეს ეს უდიდესი მხატვარი იყო და კიდევ უფრო კარგი და ძალიან გამოჩენილი დიდი საზოგადო მოღვაწე. გამოიცა ძალიან კარგი წიგნი. უამრავი სურათები შევიდა ამ წიგნში. მე სპეციალურად ჩამოვედი სიღნაღიდან, რომ ეს გამოფენა მენახა. დიდი მხატვარი იყო მოსე თოიძე, ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელია გიგო გაბაშვილთან ერთად.
ეს ყოველ ინფორმაცია პირველზე მე ზუსტად 4-ზე შევხვდებით დროებით.